C'est bon ou c'est bien, რა განსხვავებაა ფრანგულში. C'est bon გამოიყენება რაღაცის გემოს შესაფასებლად. მაგალითად, le fromage, c'est bon. ყველი კარგია, გემრიელია, ანუ ყველის გემო შევაფასეთ. ყველი კარგია, გემრიელია. მოგვეწონა ყველი და შევაფასეთ მისი გემო. ანუ გამოვიყენეთ c'est bon, მაგრამ როდესაც გვაქვს რაიმე მოქმედება ან ქცევა და შესაფასებელია, c'est bon აღარ იქნება აქ საჭირო, აქ იქნება უკვე c'est bien. ნახე, c'est bien-ს ვიყენებთ, როცა რაიმე ქცევა ან მოქმედება შესაფასებელი. აი მაგალითად, manger du fromage, ყველის ჭამა. C'est bien, ეს კარგია. ყველის ჭამა არის მოქმედება და შევაფასეთ, რომ ყველის ჭამა არის კარგი, ან ჯანმრთელობისთვის, ან ბევრი პროტეინის წყაროა და ამისთვის არის სასარგებლო, არ აქვს მნიშვნელობა, შევაფასეთ ქცევა, რომ ყველის ჭამა არის სასარგებლო და კარგი. C'est bien. ანუ, როდესაც ვაფასებთ რაიმეს გემოს ან ხარისხს, ვიყენებთ c'est bon-ს. მაგრამ როდესაც ვაფასებთ რაიმე ქცევას ან მოქმედებას, c'est bien, ძალიან მარტივია. მსგავსი სვეტებისთვის დარჩით ჩემთან და დალაიქეთ ვიდეო. დროებით.